ღვიძლი ჩვენი ორგანიზმის შხამებისგან გამწმენდი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და თანაც დაახლოებით 1,5 კილოგრამიანი წონით ჩვენი სხეულის ყველაზე დიდი შინაგანი ორგანოა. ასრულებს რა 500-ზე მეტ სიცოცხლისთვის მნიშვნელოვან ფუნქციას. ღვიძლი გამუდმებით დაუღალავად მუშაობს, რომ სხვა უამრავ სამუშაოსთან ერთად ჩვენი ორგანიზმის შხამები დაშალოს და გაფილტროს. მაგრამ ჩვენს თანამედროვე სამყაროში ღვიძლი სულ უფრო მეტ დატვირთვას განიცდის. გარემოს ტოქსინები, უამრავი მედიკამენტი, ალკოჰოლი, თავის მოვლის ურიცხვის საშუალებები და ძლიერ გადამუშავებული საკვები მასგან უზომლად დიდ ტვირთად აწვება. ის ამ ნივთიერებების და ამ მასშტაბით გადასამუშავებლად უბრალოდ არ არის შექმნილი. როგორ შეგვიძლია ჩვენს ღვიძლს თავისი მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულებაში დავეხმაროთ? რა თქმა უნდა, სწორი კვებით. დავიწყოთ იმით, რომ ღვიძლისთვის ჯანმრთელი კვების გასაღები მრავალფეროვნება და რეგულარობაა. აქ 10 პროდუქტი მინდა ჩამოგითვალოთ, რომელთა კვებაში რეგულარული ინტეგრაციის საშუალებით თქვენს ღვიძლს გამართულ მუშაობაში დაეხმარებით. მაგრამ სანამ უშუალოდ ღვიძლისთვის სასარგებლო პროდუქტებზე გადავალთ, მოდით ვნახოთ, რატომ არის ღვიძლის ჯანმრთელობა ასე მნიშვნელოვანი. საამისოდ აი მოკლედ ამ მშრალი ფაქტების ჩამონათვალი. ღვიძლი მთელ ჩვენს მეტაბოლიზმს არეგულირებს. ის ყოველდღიურად დაახლოებით 2000 ლიტრ სისხლს ფილტრავს და სიცოცხლისთვის მნიშვნელოვან ცილებს აწარმოებს. ის გლუკოზას გლიკოგენის სახით ინახავს და თქვენი ორგანიზმის ნახევარ ქოლესტერინს აწარმოებს. ღვიძლი აწარმოებს ნაულის მჟავებსაც და კიდევ უამრავი რამ. მას ასე 10 პროდუქტი, რომელიც თქვენს ღვიძლს ორგანიზმის გამწმენდ მუშაობაში დაეხმარება. ნიორი, ეს პროდუქტი ბუნებრივი დეტოქსიკაციის ბუსტერია. ის შეიცავს გოგირდის შემცველ ნაერთებს, განსაკუთრებით ალიცინს. ეს უკანასკნელი ღვიძლში დეტოქსიკაციისათვის აუცილებელი ფერმენტების საწარმოებლად არის საჭირო. ეს ფერმენტები კი ჯანმრთელობისთვის საზიანო ნაერთების განეიტრალებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებელია. გარდა ამისა, ნიორი ღვიძლის სპეციალურ ენზიმებს ააქტიურებს, რომლებიც მას ტოქსინების ორგანიზმიდან გამოდევნაში ეხმარებიან. თქვენი ღვიძლის ჯანმრთელობისთვის ოპტიმალური იქნებოდა დღეში 2-3 ლებანის მიღება, უკეთეს შემთხვევაში უმად და ზეითუნის ზეთთან ერთად, რადგან ეს უკანასკნელი მას მაქსიმალურად აგათვისებინებთ. ნიორში სასარგებლო ნივთიერებების აქტივირებისთვის სასურველია ის გამოყენებამდე 10 წუთით ადრე დაჭრათ ან დაჭყლიტოთ. მომდევნო პროდუქტი, რომელსაც გირჩევდით, არის მწვანე ჩაი. ის მდიდარია კატეხინებით, განსაკუთრებით ძლიერი ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ღვიძლის ფუნქციას უჭერენ მხარს. მისი მთავარი აქტიური ნივთიერება, ეპიგალოკატეხინის გალატი, ღვიძლის უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან იცავს და ხელს უწყობს დეტოქსიკაციის პროცესებს. ოპტიმალური გამოყენება 2-3 ჭიქა დღეში, იდეალურ შემთხვევაში ჭამის შუალედებში. კურკუმა ღვიძლის ჯანმრთელობისთვის ოქროს სანელებელია. მისი აქტიური ნივთიერება, კურკუმინი, ცნობილია თავისი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით და ნაულის წარმოების სტიმულირების უნარით. ახალი კვლევები აჩვენებს, რომ კურკუმინი ღვიძლის უჯრედების რეგენერაციასაც უწყობს ხელს. ოპტიმალური გამოყენება, ნახევარ ჩაის კოვზამდე დღეში, შავ პილპილთან და ჯანმრთელ ცხიმთან კომბინაციაში ძილის წინ ეგრეთ წოდებული ოქროს ვრცის სახით. ჩვენს სიას ციტრუსებით გავაგრძელებ, რადგან C ვიტამინი დეტოქსიკაციის ძალიან მნიშვნელოვანი თანაშემწეა, თუმცა პორტოხალი, ლიმონი და გრეიპფრუტი არა მხოლოდ C ვიტამინის გამო ასეთი მნიშვნელოვანი, ისინი ამას გარდა სპეციალურ ფლავონოიდებს შეიცავენ, როგორიცაა ჰესპერიდინი და ნარინგენინი, რომლებიც ღვიძლის დეტოქსიკაციას უჭერენ მხარს. საუკეთესო იქნებოდა 1 პორტოხალი ან ნახევარი გრეიპფრუტი დღეში, ასევე ლიმონიანი თბილი წყალი დილით, ციტრუსის კანები კი ჩაისთვის ან სანელებლად გამოიყენეთ. ბროკოლი და სხვა კომბოსტოსებნი შეიცავენ გლუკოზინოლატებს და სულფურაფანებს, რომლებიც მეორე ფაზის დეტოქსიკაციის ენზიმების წარმოებას ზრდიან. ეს ფერმენტები ორგანიზმისათვის მავნე ნაერთების ნეიტრალიზებისთვის აუცილებელია. ბროკოლის მხოლოდ მცირე დროით ორთქლზე მოხარშეთ და რომელიმე ჯანმრთელ ცხიმთან კომბინაციაში მიირთვით. სამწუხაროდ გაუგებარი მიზეზით ძალიან ხშირად ბროკოლის ღეროებს ნაგავში ყრიან. ამ შეცდომას ნუ დაუშვებთ. ისინი თავისი არც გემოთი და არც სარგებლით არავითარ შემთხვევაში არ ჩამოუვარდებიან ბროკოლის მთავარ ნაწილს. ამ ბოსტნეულის კვირაში მინიმუმ 3-ჯერ მიღებით თქვენს ღვიძლს დიდ დახმარებას გაუწევდით. გადავიდეთ ჩვენში სამწუხაროდ ძალიან იშვიათად გამოყენებად პროდუქტზე, ეს არის არტიშოკი. ის ნაულის ნაკადის ერთ-ერთი უძლიერესი გამააქტიურებელია. არტიშოკი შეიცავს ცინარინსა და სილიმარინს, ორ ნივთიერებას, რომლებიც ნაულის ნაკადს აღძრავს და ღვიძლის უჯრედების რეგენერაციას უწყობს ხელს.
მიიღეთ ნედლის სახით მომზადებული ან აფთიაქში შეიძინეთ როგორც საკვები დანამატი. ბოსტნეულის სახით მისი კვირაში 2-3 ზეითუნისეთთან კომბინაციაში მიღებით თქვენს ჯანმრთელობას ფასდაუდებელ სიკეთეს გაუკეთებთ. ნიგოზი თავისი ომეგა-3 შემცველობის გამო ღვიძლის მეგობარია. გარდა ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებისა, ნიგოზი მდიდარია გლუტათიონით და ანტიოქსიდანტებით. ის არა მხოლოდ ღვიძლის დეტოქსიკაციას უწყობს ხელს, არამედ მას ღვიძლის ცხიმის შემცირებაც შეუძლია. ოპტიმალური იქნებოდა დღეში 1 მუჭაუმის სახით, დილით საუზმეზე. ჭარხალი ღვიძლის ბუნებრივი გამწმენდია. ის შეიცავს ბეტაინს, ანტიოქსიდანტებს და სხვა ნივთიერებებს, რომლებიც ღვიძლის ფუნქციას უჭერენ მხარს. ჭარხალი ასევე ხელს უწყობს ნაღვლის სეკრეციას და შხამებისაგან გაწმენდას. საუკეთესო იქნებოდა მისი უმის სახით მიღება სალატში, ასევე ფერმენტირებული სახით, როგორც მწნილში. სასურველია კვირაში 2-3 ჯერ მიირთვათ. მომდევნო ჩვენს ჩამონათვალში არის მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული. მაგალითად ისპანახი მდიდარია ქლოროფილით და ანტიოქსიდანტებით. ეს ხელს უწყობს შხამებისგან გაწმენდას და ღვიძლს ამ პროცესისთვის მნიშვნელოვან მინერალებს აწვდის. ჩვენი ჩამონათვლის მომდევნო პროდუქტია ვაშლი. ეს უკანასკნელი შეიცავს პექტინს, კვერცეტინსა და სხვა პოლიფენოლებს. ისინი ხელს უწყობენ ტოქსინების გამოდევნას და ღვიძლს ოქსიდაციური სტრესისგან იცავენ. დღეში 1-2 ვაშლი კანიანად თქვენი ღვიძლის ჯანმრთელობას დიდ სამსახურს გაუწევს. ღვიძლს რომ ოცნება შეეძლოს, დღის ასეთ მენიუზე იოცნებებდა: დილა, ლიმონის წვენიანი თბილი წყალი, მწვანე ჩაი, სმუზი ფოთლოვანი მწვანილით და ვაშლებით, შუადღეს სალათი წითელი ჭარხლით და ნიგზით, მოთუშული ბოსტნეული კურკუმით და არტიშოკების გულებით, საღამოს ბროკოლის წვნიანი ნედლად ჩაჭყლეტილი ნივრით, ძილის წინ კურკუმას ეგრეთ წოდებული ოქროს რძე. როდესაც საქმე ჯანსაკვებას შეეხება, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნებისმიერი პროდუქტი, რაც არ უნდა სასარგებლო იყოს, ის ზოგადად შეიძლება მიუღებელი იყოს გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის ჯანმრთელობის კონკრეტული მდგომარეობით. მაგალითად, გრეიპფრუტმა შეიძლება გარკვეული მედიკამენტების მოქმედება გააძლიეროს. მწვანე ჩაიმ შეიძლება ხელი შეუშალოს რკინის შეწოვას. კურკუმამ შეიძლება სისხლი გაათხელოს. ისპანახის დიდი რაოდენობით ხშირად მირთმევა მოქსილატებით შეიძლება დაგამძიმოთ და კენჭების გაჩენა შეიძლება გამოიწვიოს. ღვიძლის დაავადებების დროს დიეტური ცვლილებები ნელა დაიწყეთ და საკუთარ ორგანიზმს უსმინეთ. უმჯობესია დღიური აწარმოოთ, თუ რა და რამდენი მიირთვით. ეს დაგეხმარებათ გაანალიზოთ, რომელმა ცვლილებამ რა რეაქცია გამოიწვია. ორსულობის დროს ფრთხილად იყავით გრეიპფრუტის მოხმარებისას. მწვანე ჩაი ზომიერად მიირთვით. ნედლის ნაცვლად მოხარშული ბოსტნეული მიირთვით. ღვიძლის დაავადებების არსებობის შემთხვევაში ყოველთვის უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს კვების უფრო მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებამდე. გაითვალისწინეთ, რომ აქ წარმოდგენილი პროდუქტები ვერ შეცვლის სამედიცინო მკურნალობას. ზემოთ ჩამოთვლილი რჩევების გარდა ჯანმრთელი ღვიძლისთვის მნიშვნელოვანია საკმარისი წყლის სმა, მინიმუმ 2 ლიტრი დღეში, ალკოჰოლისა და შაქრის შემცირება, საკმარისი მოძრაობა, ზედმეტი სტრესისთვის თავის არიდება, საკმარისი ძილი, 7-8 საათი, ძლიერად დამუშავებული საკვების მინიმუმამდე დაყვანა. ჯანმრთელად იყავით ქართველებო. გემშვიდობებით მომავალ საინტერესო ვიდეომდე. კარგად ბრძანდებოდეთ.